2016 წელს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანმა მილიარდერმა გადაწყვეტა შეექმნა კოსმოსური ხომალდი, რომელსაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში სხვა ვარსკვლავამდე მიაღწევდა. მათ $100 მილიონი გადასცეს Silicon Valley-ის საუკეთესო ინჟინრებს, რომ ეს რეალობად ექციათ. და დღეს ეს პროექტი ფიზიკის ისეთ პრობლემას წააწყდა, რომელსაც ვერანაირი კოდი ვერ გადაჭრის. ვარსკვლავთშორისი მოგზაურობის საიდუმლო უკეთესი კომპიუტერის შექმნა არ არის. ეს არის მიკროსკოპული მინის ნაჯერი, რომელიც ტეხასში მდებარეობს. არ აქვს ძრავა, მოძრავი ნაწილები, არც ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ შეუძლია საკუთარი თავი უფრო ზუსტად მართოს, ვიდრე ოდესმე შექმნილ ნებისმიერ დრონს. და შეიძლება ეს იყოს ერთადერთი რამ, რაც რეალურად მიგვიყვანს სხვა ვარსკვლავთან. თავი პირველი, $100 მილიონიანი მოჩვენება ხომალდი. Alpha Centauri Breakthrough Starshot-ის სამიზნე დედამიწიდან 4.37 მეასედი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს 25 ტრილიონი მილის მანძილია, მაგრამ სინამდვილეში რამდენად შორსაა ეს? ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობიექტი, რაც კაცობრიობას ოდესმე გაუშვია, არის New Horizons-ის ზონდი. ის დედამიწიდან გაშვებისას დაახლოებით 36,000 მილი საათში სიჩქარით მოძრაობდა. მაინც თუ New Horizons-ი პირდაპირ Alpha Centauri-სკენ გაუშვებთ, ის იქ დაახლოებით 78,000 წელიწადში ჩავა. ანუ ეს ნიშნავს, რომ არც შენ სიცოცხლეში, არც შენი შვილების სიცოცხლეში და არც წინ ცივილიზაციის არსებობისას, რომელიც საერთოდ იცნობდა მის შემქმნელებს, ის იქ არ ჩავა. 78,000 წლის წინ თანამედროვე ადამიანების დიდი ტალღა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული მთელ დედამიწაზე. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა გამოგონებული სოფლის მეურნეობა, წერა, ბორბალი, მთავრობა, ფული ან ორგანიზებული რელიგია. ეს მთელი დროის მონაკვეთი თავსდება იმ დროში, რაც ჩვენს ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ხომალდს სჭირდება უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად. და თუ გაინტერესებთ, აპოლოს მთვარის ხომალდები, ლდები, ყველაზე სწრაფი პილოტირებადი კოსმოსური ხომალდები, რაც კი კაცობრიობას ოდესმე გაუშვია, ბევრად უარეს შედეგს აჩვენებდნენ. მათ Alpha Centauri-ის სისტემამდე მისასვლელად, ლად გასაოცარი 114,000 წელი დასჭირდებოდათ. ამ ფონზე New Horizons, რომ Alpha Centauri-მდე მისასვლელად 78,000 წელი სჭირდება, თითქმის ოპტიმისტურადაც გიჟღერს. როცა იური მილნერი, რუსი მილიარდერი ფიზიკოსი, 2016 წელს ნიუ-იორკში სცენაზე იდგა, სწორედ ამ დროისა და მანძილის პრობლემის გადაჭრას აპირებდა. ქიმიური რაკეტები დაივიწყეთ. შეწყვიტეთ საწვავის ტრილიონობით მილის მანძილზე გადატანის მცდელობა, რადგან საწვავს აქვს მასა. მასას კი მეტი საწვავი სჭირდება გადასაადგილებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის მასას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ საწვავს მოითხოვს. ეს სპირალია. და სწორედ ამიტომ რაკეტები ძირითადად უბრალოდ საწვავის ავზებია თავიდანვე. ამის ნაცვლად დატოვეთ საწვავი მიწაზე და გამოიყენეთ უზარმაზარი ლაზერების სისტემა. შემდეგ ააშენეთ კოსმოსური ხომალდი, იმდენად პატარა და მსუბუქი, რომ მისი წონა მხოლოდ 3 მეასედი უნცია, ანუ 1 გრამი. მის ცენტრში არის ჩიპის საფოსტო მარკის ზომის, რომელზეც მოთავსებულია კამერა, პროცესორი, ბატარეა და გადამცემი. და ამ ყველაფერს მიამაგრეთ 13 ფუტის სიგანის იალქანი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეული ატომის სისქისაა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თავად სინათლის წნევა შეუძლია ხომალდი კოსმოსში გადაადგილოს. Breakthrough Starshot-მა მას ვარსკვლავური ჩიპი უწოდა და თეორიაში ეს მარტივად ჩანდა. დასხივეთ ლაზერები მის იალქანზე და შემდეგ უყურეთ, როგორ აჩქარდება ის წუთების განმავლობაში 27,200 მილის წამში სიჩქარემდე. სინათლის სიჩქარის 20%-ზე Alpha Centauri-მდე მისასვლელად მხოლოდ 20 წელი დასჭირდება, რაც მთელ 78,000 წელთან შედარებით საკმაოდ დიდი წინსვლაა. ვადა ერთ თაობამდე შემცირდა და აღარ მოიცავს მრავალ თაობას. და იმისთვის, რომ გაზარდონ შანსი, რომ მოგზაურობაში მაინც ზოგი გადარჩეს, ისინი გაგზავნიან არა ერთ ვარსკვლავურ ჩიპს, არამედ 1000-იან ფლოტს. მილნერის გუნდმაც კი იცოდა, რომ დუბლირება უფრო იაფია, ვიდრე სინანული. 20 წლიანი მოგზაურობა ის რიცხვია, რომელიც ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ როდესაც ვარსკვლავური ჩიპი საბოლოოდ მიაღწევს Alpha Centauri-მდე, მანძილები იმდენად გასაოცარი იქნება, რომ მხოლოდ სურათების დედამიწაზე დაბრუნებას ბორტული ლაზერებით 4 წელი დასჭირდება. 4 წელი ზღვაში წვეთია. ჩვენ, სუნცირე, თეორიულად მაინც შეგვიძლია ვიყოთ ცოცხლები, რომ ეს მონაცემები დაბრუნდეს. ამიტომაც 2016 წლის ღონისძიებაზე დამსწრეებმა ტაში დაუკრეს, რადგან ეს იდეა ნამდვილად იმსახურებდა აპლოდისმენტებს. ის, რაზეც Enterprise-მა ბევრი დრო არ დახარჯა საუბარში, იყო უმნიშვნელოვანესი ლაზერული მასივი. მხოლოდ ამ სისტემას ფუნქციონირებისთვის 100 გიგავატი ენერგიის გამომუშავება დასჭირდება. ეს დაახლოებით იმაზეა გათვლილი, რაც 100 ბირთვული ელექტროსადგურის ერთდროული მუშაობისას მიიღება. მთელი გაერთიანებული სამეფო, ყველა ნატურა, ყველა ქარხანა, ყველა ტელეფონის დამტენი და ყველა ყავის აპარატი ლონდონის თითოეულ ოფისში ჩვეულებრივ დღეს თლიანობაში 40 გიგავატზე ნაკლებ ელექტრულ სიმძლავრეს მოიხმარს. ასე რომ Starshot-ის ლაზერებს ბრიტანეთის მთელი ენერგოსისტემის 2.5-ჯერ მეტი ენერგია დასჭირდებათ, რომელიც კოსმოსში ერთ პატარა მარკაზე უნდა იყოს მიმართული. ინჟინრები იცნობდნენ პროექტის ლოგისტიკურ პარამეტრებს და მაინც ასე თქვეს. როგორც ჩანს, არსებობდა გეგმა, რომ ეს ენერგეტიკული პრობლემა მოგვიანებით გადაეჭრათ. არ გადაჭრეს.
ასევე ვერ გადაჭრეს მეორე პრობლემა, რომელიც პატარა კოსმოსურ ხომალდს მზის სისტემიდან გასვლამდე გაანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რამდენი ენერგია იქნებოდა ხელმისაწვდომი. პრობლემა, რომელსაც 100 მილიონი დოლარის ბიუჯეტიც ვერ წვდებოდა. მეორე თავი, სრიალა სხივი. მასიური ლაზერული სხივი, რომელიც პატარა კოსმოსურ ხომალდს ამოძრავებს და რომლის მუშაობასაც წარმოუდგენლად დიდი ენერგია სჭირდება, სწორედ ის სხივია, რომელიც ხომალდს სრულად ასტოდგურებს. ეს კონსტრუქციითვე დაუყოვნებლივ მოხდება, როგორც ფიზიკის კანონების პირდაპირი შედეგი. იმ წამსვე, როცა აფრა ოდნავ მაინც გადაუხვევს ცენტრიდან, რაც გარდაუვალია. სამყარო ლაბორატორია არ არის, სადაც პირობები კონტროლდება. ლაზერს ასეულობით მილის მღელვარე ტურბულენტური ატმოსფეროს გალვა უწევს, სანამ საერთოდ მიახდევს კოსმოსურ ხომალდს. წარმოიდგინეთ, რომ მარმარილოს ბურთულას მეორე მარმარილოს ბურთულაზე აბალანსებთ. თეორიულად ეს შესაძლებელია. გეომეტრია ამას საშუალებას იძლევა, მაგრამ როგორც კი ზედა მარმარილო თუნდაც მილიმეტრის მეასედით გადაიწერს გვერდზე, გრავიტაცია იქ აღარ იქნება, რომ ნაზად დააბრუნოს თავის ადგილას. ის სწრაფად გადაინაცვლებს. რაც უფრო მეტად გადაადგილდება, მით უფრო სწრაფად მიდის. არასტაბილურობა თავის თავს აძლიერებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ზედა მარმარილო კოსმოსური ხომალდია, რომელიც უფრო თხელ მასალისგანაა დამზადებული, ვიდრე საპნის ბუშტია. ქვედა მარმარილო კი ლაზერის სხივია, რომელიც 100 ბირთვული ელექტროსადგურის ენერგიას ატარებს. და თუ გადაცდება, ეს ნიშნავს მყისიერ აორთქლებას. ეს არის სხივზე სulis არასტაბილურობა. მკვლევრებმა, რომლებიც ამ პრობლემას იკვლევენ, თითქმის პოეტურად დამთვრუნველი რამ აღმოაჩინეს. ბრტყელი იელქანი ლაზერის სხივზე არასდროს არის სტაბილური. თუნდაც დაატრიალო ან ნებისმიერი ფორმა მისცე, ბრტყელი იელქანი არასდროს იქნება სტაბილური. წერტილი. დაბალ სიჩქარეებზე ეს უბრალოდ შემაწუხებელი საინჟინრო პრობლემაა. შეიძლება შეძლო ამის გამოსწორება სენსორების დაყენებით, რომლებიც ამჩნევენ ხევას, ბორცზე კომპიუტერებით, რომლებიც ამუშავებენ შეცდომას, ან თუნდაც მცირე ძრავებით, რომლებიც კოსმოსურ ხომალდს ცენტრში აბრუნებენ. ეს მთელი ციკლი შეიძლება რამდენიმე ასეულ მილიწამს გაგრძელდეს, რაც მისაღებია. მაგრამ ეს ყველაფერი თეორიულად ხდება სინათლის სიჩქარის 20%-ზე. ამ სიჩქარეებზე რამდენიმე ასეული მილიწამი მარადიულობას გავს. იმ დროისთვის, როცა სენსორები შეამჩნევდნენ ხევას, დაამუშავებდნენ მას და სიგნალს გაუგზავნიდნენ ძრავას. შემდეგ კი დაელოდებოდნენ მის ამოქმედებას, კოსმოსური ხომალდი თითქმის 11200 მილი იქნებოდა გავლილი. ეს კორექციის ფანჯარა, ან უბრალოდ ის ინტერვალი, რაც რხევის დაწყებასა და კოსმოსური ხომალდის გაქრობას შორისაა, მიკროწამებში იზომება. წამის 1 მემილიონედი. ყველაზე სწრაფი ძრავებიც კი დედამიწაზე ვერ მოახერხებენ ასეთი სწრაფი კორექციის ციკლზე რეაგირებას. კოსმოსური ხომალდი აორთქლდება მანამდე, სანამ მექანიკურ სარქველებს გახსნის დრო ექნებათ. და ეს მანამდეა, სანამ კოსმოსურ მტვერზე გადავათ. მარშრუტი დედამიწიდან ალფა ცენტავრამდე მოიცავს დაახლოებით 100 სექსტილიონი ნაწილაკს, მათ შორის მტვერს, წყალბადისა და ჰელიუმის ატომებს. სინათლის სიჩქარის 20%-ზე თითოეული მათგანი კოსმოსურ ხომალდს წყვიასავით ეჯახება. კორეის ასტრონომიისა და კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრებმა გააკეთეს გამოთვლები და დაადგინეს, რომ ფოლადის კოსმოსურ ხომალდს ზედაპირზე გაუჩნდებოდა კრატერები 0.15 დიუმის სიგანის და 4 მიასედი დიუმის სიღრმის. ბევრად ადრე ვიდრე დანიშნულების ადგილს მიაღწევდა. საკმარისად დიდი მტვრის ნაწილაკი ხომალდს მთლიანად გაანადგურებდა. Breakthrough Starshot-ი ჩაიფიქრა როგორც სილიკონის ველის პროექტი და სილიკონის ველის პასუხი ამაზე უბრალოდ დაწერო უკეთესი კოდი, უფრო სწრაფი კოდი, უფრო ჭკვიანი კოდი. თუ კორექციის ციკლი ძალიან ნელია, რატო არ უნდა ოპტიმიზირდეს ის? თუ პროცესორი ვერ ასწრებს, შექმენი უფრო სწრაფი პროცესორი. ეს მიდგომა მუშაობს პრაქტიკულად ყველა პრობლემაზე, რომლის გადაჭრაც პროგრამულ უზრუნველყოფას ოდესმე უთხოვია. და სწორედ ამიტომ არის ეს მთელი თაობის ინჟინრების ნაგულისმევი პასუხი, რომლებმაც ნახეს, როგორ შეჭამა პროგრამულმა უზრუნველყოფამ მსოფლიო და დაასკვნეს, რომ პროგრამა ყველაფერს შეჭამს. მაგრამ ის ვერ შეჭამს ამ მოგზაურობის მასშტაბს, რადგან სხვა ვარსკვლავის სისტემაში მოგზაურობა არ არის პროგრამული პრობლემა, რომელიც აპარატურულ პრობლემად არის გადაცმული. შეკონების დრო, რომელიც სინათლის სიჩქარით იზომება, არ არის ხარვეზი, რომლის გამოსწორებაც მარტივად შეიძლება. სიგნალი, რომელიც ანძრევს ამოქმედების ბრძანებას აძლევს, მაინც ფიზიკურ აპარატურაში უნდა გაიაროს. მაგრამ კოსმოსური ხომალდი წარმოუდგენელი სიჩქარით მოძრაობს, ამიტომ თუნდაც უმცირესი დაყოლნება ნიშნავს, რომ რეაგირებამდე უკვე უზარმაზარი მანძილი აქვს გავლილი. და ეს არ არის პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემა, რომელსაც ოპტიმიზაცია შეიძლება, რადგან ფიზიკა უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე კოდი. უნდა სცეპატივი ორიგინალ Breakthrough Starshot-ის გუნდს. მანამდე სანამ პროექტი დაიწყებოდა, მათ საჯაროდ გამოაკვერტნეს საინჟინრო გამოწვევების სია ამ პროექტისთვის და ეს შესანიშნავად გამჭვირვალე გახადეს. სია პირდაპირ აღიარებდა ამ პრობლემას. სხივის არასტაბილურობა ყველაფერია, ისევე როგორც ეს დიფერენციალური ძალები იელქანზე და დიფერენციალური გათბობა. ის ისე იკითხება, როგორც კორონერის ანგარიში, სანამ პაციენტი საერთოდ დაიბადებოდა. მათ ამ პრობლემაზე 9 წელი იმუშავეს.
9 წელი მცირე გრანტებით, აკადემიური კონფერენციებით, იმედიანი ნაშრომებით და თანდათანობითი გაცნობიერებით, რომ კორექციის პრობლემა ვერ გადაიჭრებოდა იმ ინსტრუმენტებითა და ბიუჯეტით, რაც პროექტს ამისთვის ჰქონდა გამოყოფილი. გამოთვლებით ვერ დაძლევ იმ რხევას, რომელიც კოსმოსურ ხომალდს უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე გამოთვლა ფიზიკურად შესაძლებელია. რაც დაგჭირდებოდა, არის კოსმოსური ხომალდი, რომელიც ხევას ასწორებს მანამდე, სანამ თავად რხევის არსებობას გაიგებს. ხომალდი, რომელიც არ აფიქსირებს არასტაბილურობას და შემდეგ რეაგირებს მასზე. კოსმოსური ხომალდი, რომელიც უბრალოდ ვერ გახდება არასტაბილური იმის გამო, რისგანაც არის შექმნილი, მიუხედავად იმისა, რას გაუკეთებს მას სხივი. ეხლა ეს ჟღევს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა, მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რასაც ტეხასში დოქტორანტების გუნდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენებდა. მესამე თავი, დარტი და ტეხასელები. Dr. Shofeng Wangis ლაბორატორიაში, ტეხასის A და M უნივერსიტეტში დოქტორანტები არ იყვნენ ჩვეულებრივი სტანდარტებით. ის ადამიანები, ვისგანაც ამ პრობლემის გადაწყვეტას ელოდებოდით. $100 მილიონიანი სილიკონის ველის ინიციატივა უკვე ჩავარდა და მას მხარს უჭერდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეცნიერები. მათ არ ყავდათ ცნობილი სპიკერები ან პრეს-კონფერენციები ნიუ-იორკში. ამის ნაცვლად ისინი მუშაობდნენ საწარმოო ობიექტში, College Station-ის კამპუსზე, ტეხასში, ქალაქში, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ფეხბურთით და იმით, რომ დაახლოებით 2 საათის სავალზეა სხვა ნებისმიერი ადგილიდან. რაც მათ ააშენეს, MetaJet ჰქვია. ამჟამინდელი პროტოტიპები რამდენიმე ათეული მიკრონის სიგანისაა. შედარებისთვის ადამიანის თმის ერთი ხერი დაახლოებით 50-დან 120 მიკრონამდე სიგანისაა, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაალაგოთ პატარა MetaJet-ების ფლოტი იმაზე, რასაც ადრე იმდენად პატარად მიიჩნევდით, რომ ვერ დაინახავდით. მთელი მოწყობილობა ნაკლებად იწონის, ვიდრე ქაღალდის სამაგრი. მას არ აქვს მანევრირების ძრავები, მოძრავი ნაწილები, ჩაშენებული კომპიუტერი და არანაირი მართვის სისტემა. და საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ ლაზერი კვლავ აძრავს მას, მაგრამ თავად მასალის სტრუქტურა ინარჩუნებს მას სწორ კურსზე, ზუსტად ისე, როგორც ღარი ინარჩუნებს ნემს ფირფიტაზე. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხივი ერთ საქმეს აკეთებს, ხოლო მასალა მეორეს. აი რატომ არის ეს მეორე ნაწილი ასე მნიშვნელოვანი? თუნდაც Breakthrough Starshot-მა სხივზე მოძრაობის პრობლემა გადაჭრას მოახერხოს ისეთი იალქნის შექმნა, რომელიც სრულყოფილად ცენტრში დარჩება ლაზერზე და აპარატმა გადარჩეს თერმულ დატვირთვას. მაშინ, როცა ის აჩქარდება სინათლის სიჩქარის 20%-მდე მაინც, არსებობს უზარმაზარი პრობლემა, რომელიც ამ მოგზაურობის ბოლოს გელოდებათ. თქვენ არ იცით, სად მიდიხართ. კოსმოსი ცარიელი არ არის. იქ არის მოხეტიალე ნაწილაკები, გრავიტაციული მიზიდულობა ობიექტებისგან, რომლებიც ასობით მილიარდი კილომეტრის მოშორებით არიან და საერთოდ არანაირი ორიენტირი. კოსმოსური ხომალდი, რომელიც 4.37 მეასედი სინათლის წელს კვეთს, ამ გავლენების ქვეშაა 20 წლიანი მოგზაურობის ხოვების ყოველი წამი. თითოეული ბიძგი უმცირესია, მაგრამ ისინი გროვდება. Starshot-ის ინჟინრებმა წარმატებულ ჩასვად განსაზღვრეს ალფა ცენტავრისგან ერთ ასტრონომიულ ერთეულში მოხვედრა. ეს დიდად არ ჟღერს, სანამ არ გააცნობიერებ, რას ნიშნავს ერთი ასტრონომიული ერთეული სინამდვილეში. ეს საშუალებას იძლევა, რომ აცდენის მანძილი იყოს მაქსიმუმ 93.2 მილიონი მილი. ეს დაახლოებით იგივე მანძილია, რაც დედამიწიდან მზემდეა და ეს მათ გულუხად დაადგინეს. სამიზნე უკვე დედამიწის ორბიტის ზომის იყო და არამართვადი სინათლის იალქანი ვერ შეძლებდა მასზე ზუსტად მოხვედრას. მათი საკუთარი მკვლევარები აღიარებდნენ, რომ ლაზერული მასივის მცირე ვიბრაციებიც კი ბევრად ჩამორჩებოდა იმ სიზუსტეს, რაც მისიას სჭირდებოდა. მაშინაც კი თუ დახმარებას მიიღებდა, ზონდი ალბათ მაინც ააცილებდა სამიზნეს, რომელიც მთელი პლანეტის ორბიტის ზომის იყო. წარმოიდგინე, რომ E3 ისარს ნიუ-იორკიდან და ცდილობ გაარტყა მიზანში ლონდონში, მაგრამ ვერც კი ხედავს სამიზნეს და ისიც მოძრაობს, და ოძოგოც კი ის არის ხელიდან გაგივა, 20 წლის განმავლობაში ვეღარ შეცვლი მის მიმართულებას. აი ეს არის ნავიგაციის პრობლემა. როგორც ვიცით, საჭის პრობლემის ნებისმიერი ტრადიციული გადაწყვეტა მასას ზრდის. დაამატე მასა კოსმოსურ ხომალდს, რომლის მთელი ძრავის სისტემა სინათლის წნევაზეა დაფუძნებული და ეს შეიძლება გარდაუვალ კოლაფსამდე მიგვიყვანოს. საჭის სისტემა, რომელიც მისიის გადარჩენას უზრუნველყოფს, ასევე არის საჭის სისტემა, რომელიც მისიის შესრულებას შეუძლებელს ხვდეუძლებელს. ანუ ეს არის კონკრეტული, ელეგანტური, გაგიჟებამდე მიმყვანი მახე, რომელსაც Breakthrough Starshot-ს ვერასდროს გაექცა. MetaJet კი ამ მახეს გაურბის, რადგან თამაში ჩართვაზე უარს ამბობს. არ არსებობს მართვის სისტემა, რომელიც მასას დაამატებდა, რადგან მართვა სისტემა არ არის. ეს თვისება მასალაშია ჩაშენებული ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ხომალდი მიწიდან აფრინდება, რაც ნიშნავს, რომ იმის გასაგებად თუ როგორ მუშაობს ეს, ძალიან სწრაფად, ძალიან პატარა მასშტაბებზე უნდა გადახვიდე. მეოთხე თავი, ფირფიტის ღარი. MetaJet-ი დამზადებულია მასალის კლასისგან, რომელსაც მეტაზედაპირი ეწოდება. ეს არის ულტრათხელი სილიკონის ფენა, დაფარული ნანომასშტაბის სვეტების მასივებით. ეს სვეტები ბევრად უფრო წვრილია, ვიდრე ადამიანის თმის სიგანე. ისინი იმდენად პატარაა, რომ სარკის ზედაპირზე, რომელიც თქვენი ფრჩხილის ზომისაა, განლაგებული ნიმუშები შეიცავს იმდენ სტრუქტურულ ვარიაციას, რომ შეუძლია მთელი მრავალტომიანი ენციკლოპედიის კოდირება. ამ მეტაზედაპირის სვეტების სიმაღლე, დიამეტრი და დაშორება ზუსტად არის დაგეგმილი იმისთვის, რომ სრულად აკონტროლონ, რა დაემართება სინათლეს, როდესაც ის ზედაპირს დაეჯახება. თუ ერთ სვეტს რამდენიმე ნანომეტრით შეცვლი, შენი ხომალდის ტრაექტორია ციცვლება.
ვარსკვლავთშორისი ხომალდის მთელი ნავიგაცია დაშიფრულია გაზონვებში, რომლებსაც სტანდარტული ლაბორატორიული მიკროსკოპით ვერ დააფიქსირებდი. აი რას აკეთებენ ეს სვეტები. თორსა ბაღის შლანგს ხელში იჭერ და წყალი პირდაპირ ისრის, შლანგი ხელში პირდაპირ უკან გიბიძგებს. ეს ფიზიკის საბაზისო კანონია. ნიუტონის მესამე კანონი. წყალი ერთ მხარეს მიდის, შენი ხელი კი საპირისპიროდ იბიძგებება. ეხლა შლანგის ბოლოს მოხრილი საქშენი დააყენე. მოულოდნელად წყალი კუთხით გამოდის და შლანგი გვერდზე გიბიძგებს, უკანა მიმართულების ნაცვლად ნაცვლად. იგივე წყლის წნევაა, მაგრამ ძალის მიმართულება სრულიად განსხვავებულია. საქშენი ენერგიას არ ამატებს, უბრალოდ ცვლის წყლის მიმართულებას და რეაქციაც ავტომატურად მოყვება. მეტაზედაპირის სვეტები არის ნასოსი, ხოლო ლაზერი წყლის წნევა. როდესაც სინათლე ჩვეულებრივ არეკლად ზედაპირს, მაგალითად სარკეს ეჯახება, ის პირდაპირ უკან აისხლიტება და იალქანს პირდაპირ წინ უბიძგებს. მეტაჯეტსის სვეტები ისეა დაპროექტებული, რომ გამავალი სინათლე ზუსტად განსაზღვრულ კუთხეზე გადახაროს, ასე რომ თუ სინათლე გვერდულად გამოდის, იალქანსაც გვერდულად უბიძგებს. არც ერთი ადამიანი ან რამე არ არის საჭირო ბორდზე საქშენის დასაპროგრამებლად. ფორმა თავად პროგრამაა, ეს სისტემის სილამაზეა. რაც უფრო შორს გადაუხვევს, მით უფრო ძლიერ უბიძგებს უკან თავის პოზიციაზე. სიტყვასიტყვით კურსიდან გადახრილი ვერ დარჩება. რაც შეეხება სიცხეს, რომელიც როგორც გვითხრეს, სრულ ლაზერულ დატვირთვაზე ნებისმიერ ჩვეულებრივ ამრეკლ მასალას აორთქლებდა, მეტაზედაპირი გადარჩება იმის გამო, რომ მას შეუძლია სინათლის არეკლა და არა მისი შთანთქმა. ფოტონები აკეთებენ მთელ საქმეს. ისინი ცვლიან მიმართულებას და გადასცემენ იმპულსს, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ენერგია მასალაში სიცხედ გადაიტანონ. საკონტექსტოდ ამ პრობლემის წინა საუკეთესო პასუხი იყო გრაფენი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მასალა, რაც კი ადამიანებს ოდესმე შეუქმნიათ. შემდეგ, იმისათვის რომ მოგზაურობისას მტვრის ნაწილაკებს გადაურჩეს, მკვლევრებმა შემოგთავაზეს აფრა-ნემსის მსგავს პროფილად დაკეცილიყო, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ის განივი კვეთის ფართობი, რომელსაც ნაწილაკები დაეჯახებოდნენ. მეტაჯეტის სილიკონის მეტაზედაპირი სრულიად განსხვავებული პასუხია. ის არა მხოლოდ უფრო ძლიერია, არამედ უფრო ჭკვიამიც. ლენსის გუნდმა ლაბორატორიულ ტესტირებაში აჩვენა სრული სამგანზომილებიანი მოძრაობა ერთი ფიქსირებული ლაზერის სხივის გამოყენებით. მათ შეძლეს მეტაჯეტის პროტოტიპის წინ, გვერდზე და ზევით მოძრაობა მხოლოდ ერთი სინათლის წყაროთი, საწვავის, მართვის ან რაიმე სახის შეხების გარეშე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ოპტიკურმა ამოძრავების სისტემამ ასეთი რამ შეძლო. გუნდის ინფორმაციით ამას სხვას არავინ გაუკეთებია. სხივი ერთ საქმეს აკეთებს, მასალა მეორეს. და მასალა არასდროს ირლება, არასდროს ეწურება. საწვავი და არც კომპიუტერის ბრძანებას ელოდება, რომ იცოდეს რა გააკეთოს. თავი მეხუთე. 4.37 სინათლის წელი +-. ლონსის გუნდი მარტო არ არის. კალტექის მკვლევრები მუშაობენ მსგავს სტაბილურობის პრობლემაზე ლაზერული სინათლის იალქნებისთვის, ხოლო სხვა ჯგუფები ამავე პრობლემას სხვა კუთხიდან უდგებიანან. ფაქტი, რომ რამდენიმე სერიოზული კვლევითი ჯგუფი დამოუკიდებლად მივიდა მასაზეზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებამდე, Breakthrough Starshot-ის მიერ წამოჭრილი მართვის პრობლემის გადასაჭრელად, შემთხვევითი არ არის. ამ სფეროში მიხვდნენ, რომ სილიკონის ველის ინსტინქტი ყველაფერი პროგრამული უზრუნოყოლყოფით გადაწყვეტონ, ამ კონკრეტული ამოცამისთვის ყოველთვის არასწორი გზა იყო. მეტაჯეტის პროტოტიპები ამჟამად ათეულობით მიკრონის სიგანისაა. ნამდვილი ვარსკვლავთშორისი იალქანი უნდა იყოს ფუტების სიგანის და არც Texas A და M-ში და არც სხვაგან არავინ ამტკიცებს, რომ ეს სხვაობა მცირეა. მაგრამ აი რა ხდის ამ ბარიერის გადალახვას შესაძლებელს ისე, როგორც აქამდე არც ერთი მიდგომა არ იყო. ფიზიკა ლაზერის სიმძლავრეზეა დამოკიდებული და არა მოწყობილობის ზომაზე. იგივე პრინციპები, რომლებიც ლაბორატორიულ ავსში მიკრონის მასშტაბის პროტოტიპს ამოძრავებს, მეტრის მასშტაბის იალქანსაც ამოძრავებს გიგავატის კლასის სხივების ქვეშ. მექანიზმი არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ინჟინერია. და ინჟინერია ფიზიკისგან განსხვავებით მოლაპარაკებას ექვემდებარება. შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპია მიკროგრავიტაციის ტესტირება, რათა დავამტკიცოთ, რომ მეტაჯეტი კოსმოსურ პირობებში ისე მოქმედებს, როგორც ლაბორატორიაში. ლანტის გუნდი ამჟამად დაფინანსებას ითხოვს, რომ ეს მოხდეს. ეს რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მშვიდი, მცირე და ნაკლებად ფოტოგენური ამოცანაა, ვიდრე პრეს-კონფერენცია One World Trade Center-ში სტივენ ჰოკინგის დასწრებით. ასევე თუ ეს იმუშავებს, ბევრად უფრო მეც ნიშნავს. საბოლოოდ Breakthrough Starshot-მა მილიონობით დოლარი და 9 წელი ვარსკვლავებს მიუძღვნა და ჩუმად ჩიხში შევიდა. დოქტორანტურის სტუდენტთა ჯგუფმა College Station-ში დაახლოებით იგივე პერიოდი სრულიად სხვა კითხვაზე მუშაობაში გაატარა. გემისთვის უკეთესი კომპიუტერის აშენების ნაცვლად რა მოხდებოდა თუ გემს საერთოდ არ დასჭირდებოდა კომპიუტერი? მოწყობილობას, რომელიც შესაძლოა საბოლოოდ კაცობრიობის პირველ შეტყობინებას სხვა ვარსკვლავთან მიიტანს, არ აქვს ძრავა, მართვის კომპიუტერი ან მოძრავი ნაწილები. ის ნაკლებად იწონის ვიდრე წამწამი და მართავს სინათლის გამოყენებით, ისე როგორც ბოულინგის ბურთი იყენებს ბორცვს. ალფა ცენტავრი ჯერ კიდევ 4.37 ასეული სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ეს რიცხვი აშეცვლილა. რაც შეიცვალა წარმოების ლაბორატორიაში, რომელიც 2 საათის სავალზეა ნებისმიერი ადგილიდან, არის ის, გვაქვს თუ არა ჩვენ, როგორც სახეობას, საფუძველი ვიწმუნოთ, რომ იქოდესმე მართლა შეიძლება მივახციოთ. და შეიძლება მართლა შევძლოთ, რადგან ყოველი მცდელობა უფრო შორს გავფრინდეთ კოსმოსში, ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას აწყდება.
ჯერ საკუთარ კართან არსებული პრობლემები უნდა გადაჭრა. გაიგეთ, რატო სურს NASA-ს მთვარეზე დაბრუნება, ან უყურეთ ამას მის ნაცვლად.